ველოსიპედები. კეთილი იყოს თქვენი მობრძანება სპორტსვილში. ქალაქი ასობით საღებავით აივსო. მზემ თავის გზაზე ყველაფერი გააფერადა. ქალაქმა იმედით სავსემ გაიღვიძა. და ყველა მიცის დღერით უნდა დაიწყოს. ადექი დაისიამოვნე ამ ახალი დღით. შენს გარეშე ის არ დაიწყება. ჩვენ უსარგებლო არავინ გვყავს. დიდებული დღე დაიწყო. შეხედე ამ ქალაქს. ჯეიმს მშობლიურ ქალაქს. მზის პირველი სხივების გამოჩენისთანავე ახალგაზრდა გულები თავიანთი ოცნებების შესახვედრად მიისწრაფვიან. გრძნობ, რომ ქარი დღეს იღბალს მომიტანს. და მნიშვნელობა არ აქვს, რა მოხდება თუ შენ ჩემთან ერთად ხარ. ადექი, დაისიამოვნე ახალი დღით. შენს გარეშე ის არ დაიწყება. ჩვენ უსარგებლო არავინ გვყავს. დიდებული დღე დაიწყო. შეხედე ქალაქს. შენ შეძლები ფრინო როგორც ქარი. და შენ შანს მიიღებ. ჩვენ უსარგებლო არავინ გვყავს. დიდებული დღე დაიწყო. შეხედე ქალაქს. ჯეიმს მშობლიურ ქალაქს. სპიდი, ქალაქის მაცხოვრებლებს თავიანთი წერილების დროულად მიღების იმედი აქვს. ეს თამაში არ არის რომც იყოს, უფრო ჭადრაკის ან მაჯონგის მსგავსი იქნებოდა და არა იმსულელური რბოლის. ბაბუას მიხედებ. კარგი სპროკ. ჩვენზე ნუღელავ. მიწოდების გრაფიკზე იფიქრე. დამშვიდი სპროკ. მერე რა, ცოტათი დაიჟანგა. ხილად პინიონ. სპიდი, ახალი კამერა მაქვს. ბოლოში შენს გამარჯვებას ამით გადავიღებ. გამარჯვებისთვის კიდევ ასობით გზის გავლა მჭირდება. მაგრამ შენ ხომ ქალაქში ყველაზე სწრაფი ხარ. ნომერ პირველი ჩვენს ქალაქში მაინც როკია. პირველი ადგილი როკი მრბოლელი. ჯერჯერობით ნომერ პირველი. მახსოვს, ერთ გუნდში დავრბოდით. ჩვენი გუნდი გაცილებით უკეთესია. უბრალოდ წარმოიდგინე, მრბოლელი და რეპორტიორი. სპიდი მრბოლელი. მოიცადე, ჯერ არ დამემთავრებია. მე კი წერილები უნდა მივიტანო თან ისე, რომ განრიგი არ დავარღვიო. წერილები უნდა მივიტანო და გრაფიკი არ დავარღვიო. დღემშვიდობის საქალბატონო ფლორ. გამარჯობა ბატონო ოფიცერო. სპიდი, დღეს იწყებ? დღეს არა. მაგრამ როცა ეს მოხდება, მეორე იქნებით ვინც ამას გაიგებს. ბანკი. წარმატებულ დღეს გისურვებთ. სპორტსვილის პირველი ბანკი, რომულუ და რემო. ძალიან მიყვარს ამანათების მიღება. მალე ქალაქი ჩვენი გახდება. ახლა არ არის, მაგრამ ხუთზე ხომ ჩვენი სახელები წერია. სპორტსვილს გულისხმობდა არა ხუთს.
კარგი რა, ისევ მწვანეა. დემ ყრუკი არა ბრმა ვარ, დაგავიწყდა. არა, მაგრამ შუქნიშანი უკვე მერამდენად წითლიდან მწვანეზე გადავიდა. მწვანეზე. მერე რა. გამარჯობა. როგორ ხართ ბიჭებო? კარგად. ცუდად. მე თქვენთვის ამანათი მაქვს. კარგი წავედი. კარგად. შენ გახსენი. ცოტა ფრთხილად, ძალიან ძვირფასი ტვირთია. ყუთები ფრთხილად დააწყვეთ. გამარჯობა გასი. ინვენტარიზაცია სატარებ? ხო, ზარალს ვამოწმებ, რათა უზარმაზარი კატასტროფა ავიცილო თავიდან. არა, ყველაფერს ერთმანეთზე ნუ აწყობთ. გამარჯობა გასი. საბურავს დამიბერა? რა თქმა უნდა, ოღონდ ჯერ უნდა გადაიხადო, ასეთია ბიზნესის კანონი. ბეტონგ, ბუტონგ, ბატონგ. საბურავი, დაბერეთ. გეყოფათ, მგონი საკმარისია. ეს რა არის? მზად არის, დამიჯერე, ეს დიდხანს გეყოფა. ჩვენი დევიზია სწრაფად და ეფექტურად. ო, მაგრამ მონსტრებს გვანან. ო, ასეთია მონსტრი მანქანების ბოლო დროინდელი მოდის ტენდენცია. გასი, შენთვის ამანათია. მადლობა. წარმატებები, მეგობრებო. პერფექტო. სპიდი, შენ არ გჭირდება საბურავების დაბერვა. არა, მადლობა, მეჩქარება. სპიდი. გამარჯობა მონტანა. ახლა ხან ზუსტად შენზე ფიქრობდი. შენი აზრის გაგება მინდოდა. ხო, მაგრამ მე მუშო? ახლა ხომ დაზეთი შესვენებაა? ახალ ფერზე რა სიტყვი? ხო მაგარია. მე შავ-თეთრ უჯრედებს გავაკეთებდი. ფინიშის დროშის მაგვარს. ხოლო დრბოლებზე ფიქრობ. არა? გამარჯობა მონტანა. საბურავებს ცეცხლი მომეკიდა. ბატონო მერო. მე ხომ მამა შენი ვარ. სამუშაო საათებში არა. შენი სტატია უკვე მზად არის? ბატონო მერო. თქვენთვის ამანათი მაქვს. აი ეს არის. ძალიან კარგი. როკის გაუხარდება? როკის? როკველიქსონის ფოქსვილშია? ზუსტად ახლა ვაპირებდი ამის თქმას. მამა, უფრო სწორად, ბატონი მარი, ხვალ მას ქალაქის გასაღებს გადასცემს. ვინმე ამ გასაღებს თუ მართლა იმსახურებს, ეს ის არის. ჩემპიონი ჩემპიონთა შორის, როკველიქსონი. სპიდი, თუ მოინდომებ ერთ დღესაც შენც მიიღებ ამ გასაღებს. მადლობა ბატონო მერო, მაგრამ როკი ყოველთვის ჩემპიონი იყო. მე კი უბრალო პოსტალიონი ვარ. მონტანა, ეს სიტყვები შენ სტატიაშიც უნდა შეიტანო. ადგილობრივი ახალგაზრდები მოუთმენლა დელიან გმირის დაბრუნებას. ყველას მოეწონება მისი დაბრუნებისადმი მიძღვნილი სტატია. ხო. ვაშა, როკი ბრუნდება. ვაშა. ისუნთქე, სპიდი, ისუნთქე. გამარჯობა სპიდი. როკის უნდა უთხრა, რომ მინდა პროფესიონალი მრბოლელი გავხდე. დამშვიდდი, ყურადღება ნუ გეფანტება.
უნდა დაუმშვიდებულიყავი. ამიტომაც სიმშვიდის დიდებულ ოსტატთან, ბატონ ჩანთან წავედი. ბატონო ჩან. ბატონო ჩან. ბატონო ჩან. გამარჯობა. ჩუ მაცაყვარელო, მედიტირებ. ჩემი ამანათი მოიტანე? არა. მაშინ აქ რა მოგიყვანა სპიდი? თქვენი რჩევა მჭირდება. ამანათის გარეშე რჩევას ვერ მიიღებ. ეს როგორ? ვხუმრობ. ჰა. მითხარი რა გაინტერესებს? ქალაქში როკი ჩამოდის. შანსი მაქვს მასთან ერთად ვივარჯიშო და ნამდვილი მრბოლელი გავხდე. და პოსტალიონობა მიატოვო? არ შეიძლება ერთდროულად თან ჩრდილოეთით და სამხრეთით წასვლა. პოსტალიონობით მრბოლელი ვერ გახდები. შენი როგორც პოსტალიონის გზა და შენი როგორც მრბოლელის გზა. ორი ბორბალი, რომელიც შენს არს განაპირობებს, შენი ინი და იანი. ჩემი ინი და იანი? ოჰო. ეს შენი ორი ნაწილია. და ეს რისთვის არის? კბილების გასაწმენდად. თუ გაგიმართლებს? თო, მაგრამ თვალებს მიწმენს. არ გაგიმართლა როგორც ჩანს. დასვენების დროა სპიდი. სპიდი, პოსტა გელოდება. დროულად თუ დაასრულებ მოედანზე დაგეგმილ ღონისძიებაზე მისვლასაც მოასწრებ. როგორ მოასწარი? ვერასდროს გასწრებ ბაბუა, რა არის შენი წარმატების საიდუმლო? შეეცადე ადრე მოსვლა ჩვევად გექცეს. ბაბუა, ცოტა დასვენება გჭირდება. რატომ? ჯერ 1000 საქმე მაქვს გასაკეთებელი. თავს სამბორბლიანად ბრძნავ. არ იცვლები. დილამ შვიდობისას ფოქსვილის მაცხოვრებლებო. ახლა ხან შემატყობინეს რომ ზუსტად ერთ წუთში ესეც ასე, ეს მე ვარ, როკი. თქვენი ადგილობრივი გმირი. ჩემო ძვირფასო თანამემამულეებო. როკ, შენი მრავალრიცხოვანი გამარჯვებებით ფოქსვილის სახელი მთელ მსოფლიოს გააცანი. ამიტომაც მე შენ ქალაქის გასაღებს გადმოგცემ. როგორი პატივია ქალაქისთვის. მზად ხართ გაიგოთ როგორი შეიძლება იყოს მომავალი? კი.
წარმოგიდგენთ გამოგონებას, რომელიც დედამიწის წიაღში მოპოვებული საწვავით მუშაობს და რომელიც მოგცემთ შესაძლებლობას გახდეთ თითქმის ისეთივე სწრაფი, როგორიც მე ვარ. ბენზინის ძრავი. თქვენს წინაშე მდებარე ძრავი უმოკლესი გზაა მომავლამდე. მისი წყალობით ძალების დახარჯვა არ მოგიწევთ. ისე იქნები თითქოს დაღმართზე მიექანები. ზუსტად, თითქოს მთიდან ეშვები. ზუსტად, ბატონო მერო. ეს მარტივია. მაგრამ ნება მომეცით პირადად გაჩვენოთ მისი ძალა. ჩემი სახელია როკი. მე ქალაქის გმირი ვარ. მე ყველაზე სწრაფი მრბოლელი ვარ. დიახ, მე ვარსკვლავი ვარ. აქ ყველა მიცის რომ მე ნომერ პირველი ვარ. მაგრამ ასეთი სწრაფი მხოლოდ და მხოლოდ მე ვარ. არავის შეუძლია აქ ჩემი გასწრება, რადგან შეუძლებელია აქ ჩემი წაგება. მე ყველაზე სწრაფი მრბოლელი ვარ და მე ადგილობრივი გმირი ვარ. მთელი ამ დროის განმავლობაში მჯეროდა რომ სპოქსვილი წარსულის ქალაქი იყო. საბრალო ველოსიპედებით სავსე, რომლებიც თავიანთ სატერფულებს გაჭირვებით ატრიალებდნენ. საბრალოები გვიწოდა? მაგრამ აქ თქვენს გადასარჩენად მოვედი. დღეიდან აღარანაირი სატერფულები. კითხვები გააქვთ? უფასოა? უფასო არა, მაგრამ თითოეული თქვენგანი 5%-იან ფასდაკლებასა და რა თქმა უნდა გადახდის გამარტივებულ გრაფიკს მიიღებს. ორი სერცე დაყენება შეიძლება? მე კი გავიგე რომ ეს ძრავები ძალიან ხმაურიანია. მეგობრებო, ეს ხომ როკია, ჩვენი ადგილობრივი გმირი, ჩემპიონი მრბოლელი. დარწმუნებული ვარ რომ მას ყველა კითხვაზე აქვს პასუხი. ტყუილად ხომ არ გადასცა მერმა მას ქალაქის გასაღები. სპიდი სრულიად მართალია. ძრავი გვინდა, ძრავი გვინდა. ძირფასოთანა მოქალაქეებო, ერთი ხელმოწერა და ძრავა თქვენი გახდება. ბოლომდე წაკითხვა საჭირო არ არის ყველაზე სწრაფად და ეფექტიანად. გახსოვდეთ თქვენი ხელმოწერა, თქვენი ბილეთია მომავლის გზაზე. შესანიშნავია. ეთანახმაო. ჩემი რიგია. მეც მინდა. გინდათ? ძალიან. ძრავი მეც მინდა. მეც. მე მზად ვარ. ძალიან მაგარია. არც მე მაწყენდა. შესანიშნავია. სინვოლია. სპიდი, კარგ ფორმაში ხარ. არ გინდა ტყეში გავისეირნოთ როგორც ადრე ვაკეთებდით ამას. რა თქმა უნდა. პინიონ მე და როკი ტყეში სასეირნოდ ვაპირებთ წასვლას. ფოტოებს გადაგვიღებ? რა თქმა უნდა. ფიქრობ ბაბუას ძრავს უდაუყენებ? მუშაობას ისევ შეძლებს. მე კი ვარჯიშისთვის მეტი დრო დამრჩება. ღმერთო ჩემო, რა შესანიშნავად მოიფიქრე. მართლა ასე ფიქრობ? რა თქმა უნდა, სპიდი. ამას უკვე ვხედავ კიდეც. შენ დაინახე? ეს ბაბუა შენი იყო, ურაგანივით გაიფრინა. სპიდი, მოდი ჩვენი ძალის ხმევა გავაერთიანოთ. მე შენთვის უფასო ძრავს ვიშობი. შენ კი ხალხს დაარწმუნებ თუ რაოდენ მნიშვნელოვანია ასეთი ძრავი. გაგრძელე. მოვრჩი, მარტო ამის თქმა მინდოდა. არა, შეჯიბრს გულის ხმობდი. გზა გავაგრძელოთ. ჰეი, მეც დამელოდეთ. გულს ნუ გაიდეხ. გადაღება შორიდან ჯობია, პინიონ.
ჩემი სახელია პინიონი. როგორც ხედავ, გივარჯიშია სპიდი. ყოველ თავისუფალ წუთს ვარჯიშს უთმობ დამანათების მიწოდების დროსაც ხშირად ვარჯიშობ, წარმოგიდგენია? მოვიგებ. როგორ? არ დაგავიწყდეს სპიდი. ცხოვრება დროა, რომელსაც ფინიშისკენ მიმავალ გზაზე ატარებ. ნუ მისცემ ცხოვრებას ტყუილად დაკარგვის საშუალებას. შენ ცხოვრება უნდა განაგრძო და ფინიშის ხაზისკენ მიისწრაფოდე. ფინიშის ხაზისკენ. ყოველთვის გახსოვდეს, რომ ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი. დაიმახსოვრე, როგორც კი ყურადღება გაგეფანტება, მაშინვე დამარცხდები. მაგარი არ არის? ამ ძრავით ბავშვების სკოლაში წავიყვანე. ფოსტიდან ამანათი გამოვიტანე, მაღაზიაში შევიარე და წარმოგიდგენია, მივხვდი რომ ზეთის შეცვლაც არ მჭირდება. დაუჯერებელია. ახლა ყველანი მრბოლელები ვართ. შეჭერდით? მაგზნებ წადით. ახლა ყველა სწრაფად გადაადგილდება. ძრავის წყალობით ფოსტას ყოველთვის დროულად მიიღებთ. ეს ძალიან მაგარია. უზარმაზარი უპირატესობა მქონდა. არა, პირველი, მე უნდა წავსულიყავი. ამბობენ, ჩვენი ცხოვრება ქაოსად გადაიქცაო. მე კი მგონია, რომ უბრალოდ ყველა არ არის მზად პროგრესის მისაღებად. საძვალე. თქვენ ვერ ჩაგისხამთ. მაგრამ საწვავი მჭირდება. თქვენ კომპანიის ვალი გაქვთ. უბრალოდ ავარიაში მოვყევი. ბენზინის ასეთი ფასების გათვალისწინებით კი ჯობს ადმინისტრაციას მიმართოთ. ადმინისტრაცია თქვენ წინაშეა, რით შეგვიძლიათ დაგეხმაროთ ამ მშვენიერ დილას. ერთი წამით მოითმინე. ახლა დილა თუ დღე? პატივცემულო, კომპანიის ვალი გაქვთ. ამიტომაც თქვენ საწვავს ვერ ჩაასხამთ. მაგრამ ამდენი ფული არ მაქვს. არავის დაუძალებია. პირობებს თქვენივენებით დათანხმდით. თუმცა ჩვენი კომპანია გაგებით ეკიდება კლიენტებს და თუ თქვენ გადახთ არ შეგიძლიათ, უფლება გაქვთ სანაცვლოდ ბენზინ გასამართ სადგურში დამლაგებლად იმუშაოთ. არა. მეორე ვარიანტიც არსებობს. ველოციხე. ველოციხე? ის მაბრძანდით. არ გინდათ რომ მაბრძანდით ძრავის გასაზეთად. არც კი იოცნებო. მთელი დღეა დავდივარ და მაინც ვერაფერს ვასწრებ. სწრაფად და ეფექტურად 2 საათი რიგში ვიდექი. სამაგიეროდ ჩვენ საბურავებს საუკეთესოდ ვბერავთ. და საწავიდა თქვენი მეტი ჰაერი სწრაფად იმუშავეთ.
კარგი, აქ რა ხდება? კლიენტებს ლოდინი რატომ მოწევთ? ბაბუა, ხო, უბრალოდ სადე. მე კი გეუბნები არ მინდა მეთქი. მაგრამ მე და როკი ვფიქრობთ, რომ შენ ტყუილად მარწმუნე. ასე პრობლემას ვერ მოვაგვარებთ. დაუჯერე მოხუც ბრძენ ველოსიპედს. ეს ძრავი მუშაობს. ჩემი არ მუშაობს. ასეთი განწყობით არც ამუშავდება. მაგრამ გაჩვენებ მის ძალას. ველოგრადში წავალ და მბრბოლელი გავხდები. მონტანა ხომ არ გინახართ? ჰაერის დაბინძურებით იყო აღშფოთებული. ახლა კი არ საჩანს. კი, არა. გასაგებია. ჩემი დედუქცია მკარნახობს, რომ ახლოს ვართ. მოვედით. საიდუმლო სიტყვა. პაროლი? სიმართლე გითხრა, დაგვავიწყდა, მაგრამ შეგვიძლია ანეკდოტი გიამბოთ. ხო, ეჭვიც არ მეპარება, რომ თქვენ ხართ. კეთილი იყოს თქვენი მობრძანება მე ამბოხე სატერფულების პირველ შეკრებაზე. მაგრამ ეს ხომ გასის სახელოსნოა. ამაში დარწმუნებული ხარ? არა, ყველაფერი ისე არ არის, როგორც თქვენ გგონიათ. ახლა ეს ადგილი ანონიმური ორგანიზაციის მიერაა დაქირავებული, რომლის შესახებაც არაფერი არ ვიცი და რომლის წევრიც მე არ ვარ. გასაგებია? ვფიქრობ, ყველანი ვთანხმდებით, რომ ამ ძრავას ჩვენთვის კარგი არაფერი მოაქვს. მაგრამ ბევრი ფული კი მოაქვს. და ბევრი კონფლიქტიც. ყველაფერი ისე რთულა და ძრავის გამოჩენასთან ერთად ქალაქის მაცხოვრებლები ისეთი ბრაზიანები გახდნენ. ქალაქის ქელის მოგითაა დაფარული. სუნთქვა შეუძლებელია. საშინელება. თავი დამანებით რა, პრობლემებს ნუ შემიქმნით. მამა ჩემი, შეპყრობილია ქალაქის აყვავების იმედით, რომელიც რომულუს და რემოს ძრავის საშუალებით განხორციელდება. იმას ვერ ხედავს, რასაც ჩვენ. ქალაქი უნდა გადავარჩინოთ, სანამ გვიანი არ არის. გავაპროტესტოთ. ამისთვის მერის ნებართვა დაგჭირდება. ზუსტად. დაშვებული საბურავების გაფიცვა მოვაწყოთ. ძალიან სახალისო რამეა. მაგრამ ნაკლებად ეფექტური. არც კი ვიცი რა შეიძლება გავაკეთოთ. ასეც მოვიქცევით. ქალაქის ცენტრში წავიდეთ და ჩვენი ნიშანი დავდავოთ. შესანიშნავია. ჰეი. წინ. მე ამბოხე სატერფულებო. ისედაც ყველაზე სწრაფი ხარ ქალაქში. ახლა რა? სინათლის სიჩქარის გასწრებას აპირებ? არ ვიცი, მაგრამ ძრავის შემოწმება მინდა. მზად ხარ პინიონი, ა? მზად ვარ. ვიღებ? ვაუ! ასეთი სიჩქარისთვის ახალი ობიექტები დამჭირდება. მაგარია, ყველაფერი მზად არის. და მითხარი, კარგი გამოვიდა? კოსმოსიდანაც კი გამოჩნდება. ღმერთო. რომულუს და რემოს ძვირფას ქალაქს აბინძურებთ? ეს საპროტესტო აქციაა ძრავების წინააღმდეგ. აქცია ძრავების წინააღმდეგ. გენიალურია. ხომ არ დავეხმაროთ რა სიტყვით? რომულუს და რემოს სახელით ამ პროტესტს უკანონოდ ბაცხადებ. ჰეი, სხვათა შორის ეს მათი ქალაქი არ არის. ასეთი დარწმუნებული არ ვიქნებოდი ძვირფასო. ჩიტივით დავფრინავ. უი, ზედმეტი მომივიდა. მეგობრებო, კარგად ხართ? ახლა როცა სპიდიც აქ არის, რას გააკეთებთ?
რა მოხდა? ეს ლაწირაკი თავს დაგვესხასერ. უფროსებისადმი პატივისცემა სულ დაკარგეს. სპიდი როკ ველიქსონის გუნდის ძვირფასი წევრია. დარწმუნებული ვარ, რომ რაღაც გაუგებრობას აქვს ადგილი, არა? დიახ, ზუსტად ასე იყო ყველაფერი. კარგი, შეგიძლიათ წახვიდეთ. დარწმუნებული ვარ, სხვა საქმეებიც გაქვთ სხვა ადგილას. რა თქმა უნდა. მონტანა, ძვირფასო, მიხარია შენი ნახვა. უკვე გითხარი, რომ შენს შესანიშნავ თვალებში ვიძირები? მოდი ვინმე სხვასი არ შიყე. როკ. მადლობა რომ გადამარჩინე. ხო, შემდგომშიც ასე თუ გააგრძელებ, ჩემთან ძალიან დიდ ვალში იქნები. სხვათა შორის, ქალაქის ზოგიერთი მაცხოვრებელი ფიქრობს, რომ ყველა პრობლემა ძრავამ გამოიწვია. მაგრამ სინამდვილეში პრობლემას თვით ქალაქის მაცხოვრებლები წარმოადგენენ. პრობლემას? საქმე იმაშია, სპიდი, რომ შენ ყველას უყვარხარ. ამით სარგებელი უნდა ვნახოთ. სარგებელი ვნახოთ? მაპატია, გამოცდილების ნახვას ვგულისხმობდი. კარგი, ნახვამდის, მე წავედი. ისეთი შოუ გამოტოვე. ეჭვიც არ მეპარება, თუმცა იმის გადაღება მოვახერხე, როცა ის სამი ბოულინგის კეკლების მსგავსად გაიტანე. რას აკეთებთ? ლიდერს ველოდებით. რის ლიდერს? მე ამბოხეთა ლიდერი გვჭირდება. გამბედავი და მამაცი. ის ვინც ჩვენს დაცას შეძლებს. მაგალითად შენ. ო, მაგრამ მე როკის ვეხმარები ძრავის რეკლამირებაში. შესანიშნავია. ჩვენი ლიდერი ამავდროულად ჯაშუშია მტრის ზურგში. გეყოფა არ ვარ ჯაშუში და არც ლიდერი, გესმის? მე უბრალო პოსტალიონი ვარ, მაგრამ მინდა მრბოლელი გამოვიდე და ეს ძრავი ჩემი ველოგრადის რბოლაზე მოხვედრის შანსია. გასაგებია. ესე იგი სპოქსვილის ყველაზე რთულ დროში მიტოვებას აპირებ, როცა ის ჰაერის დაბინძურებითა და ავარიებით იტანჯება. იმედი მაქვს შენი რბოლები ამ ადგილს. ამას არ გულისხმობდი, მონტანა. სპიდი, არჩევანი შენზეა. მაშინ მე ჩანთან წავალ. არა, მონტანა. მონტანა ამბობს, რომ ძრავი ბოროტებაა. ბაბუა მის დამონტაჟებაზე უარს მეუბნება. მე ამბოხები ამტკიცებენ, რომ მათი ლიდერი უნდა გავხდე. ასე მგონია მთიდან დავეშვი და მუხრუჭებმა მიმტყუნა. კარგი, დავუშვათ რომ მოიწყინე. ძრავა შენს გახალისებას შეძლებს? ის შეძლებს შენს დამშვიდებას. შეძლებს შენს მხარდაჭერას. რას ამბობთ? ასეთი რამ არც ერთ ძრავს არ შეუძლია. მართლა? როგორი წარმოუდგენლად სულელური ვარაუდია. მაგრამ როკის დავპირდი, რომ ძრავის რეკლამირებაში დავეხმარებოდი. სიმშვიდე და ჰარმონია. ის გამოსავლის პოვნაში დამეხმარება? გულის სიღრმეში შენ უკვე იცი პასუხი. ინი და იანი. გახსოვს? გავიგე. სპიდი, ჩემო მეგობარო, ბევრი ჭორი ვრცელდება ამ შესანიშნავი ძრავის შესახებ. შენც ხომ გაოცებული ხარ მისი შესაძლებლობით? მაპატიე როკ, უბრალოდ ყელი მტკივა. გასაგებია. როგორც უკვე გითხარით, ძვირფასო თანამემამულეებო, ეს შესანიშნავი ძრავი მაქსიმალურად ეფექტურია. გმერთო ჩემო, მოიცადეთ. ჩემს ხმას რა დაემართა? მულტფილმის პერსონაჟის მსგავსად ვლაპარაკობ. რა ხდება აქ? მე როკი ვარ, ჩემპიონი. მე დაუმარცხებელი ვარ. მე დიდებული გმირი ვარ. რა ხდება? რა მოხდა? მილსადენზე ავარია მოხდა. სპოქსვილი საფრთხეშია. რა? ჩემი ქალაქი საფრთხეშია? უნდა დავეხმარო. წყალი. ეს ნამდვილი კატასტროფაა. მილი გასკდა. ბატონო მერო, ასეთ პატარა პრობლემებს გრანდიოზული პროექტის ჩაშლის უფლებას ხომ არ მისცემთ არა? არ დაგავიწყდეთ.
ქალაქი უნდა აყვავდეს. სიმშვიდე შეინარჩუნეთ. მცირე დაზიანებაა და მალე აღმოიფხვრება. ნუ ღელავთ თანამემამულეებო, ჩვენი ნავთობი 100%-ით ნატურალური და ეკოლოგიურად სუფთაა. თქვენს წყალსადენი გავაკეთეთო. თუმცა როგორც აღმოჩნდა, მას ნავთობის გადასატანად იყენებენ. და შენ ვინ მოგცა გადახების ნებართვა? პინიონი მართალია. ეს უსამართლობაა. როკ, რას გვიმალავ? ნავთობი საიდან მოედინება? ყველანი დამშვიდი და წყალსადენის ტერიტორია დატოვეთ. ხელს მოუშლით ხელოსნებს თავიანთი სამუშაოს შესრულებაში. დაიშალეთ, აქ ვეღარაფერს ნახავთ. ყველამ დაუყოვნებლივ დატოვეთ წყალსადენის ტერიტორია. ეს უბრალოდ უმნიშვნელო ინციდენტი იყო. უნდა გავარკვიოთ ამ კედლებს მიღმა რა ხდება. გეთანხმები. ღამით შევიპაროთ. არ გამოვა. საღამოს შოუზე როკი უნდა წარმოვადგინო. სპიდი, შენ გენიოსი ხარ. შოუზე როკისა და მისი დამხმარეების ყურადღებას მიიქცევ. ჩვენ კი აქ ორ დაცვას აბობლით გვერდს. და შიგნით როგორ შეხვალ? შენი დახმარებით. ყველას შენი იმედი გვაქვს. შენ ჩვენი ლიდერი ხარ, სპიდი. ესე იგი გეგმა დაგჭირდება. საბურავების საუკეთესო დაბერვა გასთან. ვემსახურებით ყველას ძრავიანებს და უძრავოებს. ვიძლევით გარანტიას ჩვენს ყველა მომსახურებაზე. სპიდი, უყურე და ისწავლე ჩემპიონისგან. არ შეგვარცხვინა. შეცდომის უფლება არ გაქვს. ყველაფერი გეგმის მიხედვით უნდა ჩატარდეს. აქ დამელოდეთ. სპიდი, მონტანა სიგნალს გაცლევს, რომ შესასვლელთან დაცვა დგას. ყურადღება. გთავაზობთ მონაწილეობა მიიღოთ გათამაშებაში. გამარჯვებული ადგილობრივი გმირი როკისგან საჩუქრად სუპერძლიერ ძრავს მიიღებს. სუპერძლიერი ძრავი? საჩუქრად? იჩქარეთ, გამარჯვებული მალე გამოვლინდება. მონაწილეობა უნდა მივიღო. მეც მომდივარ. რა თქმა უნდა. სპიდი, მონტანა სიგნალს გვაძლევს, რომ როკის საბურავის ანაბეჭდი გვჭირდება, რათა მთავარი სამართავი ცენტრი გავხსნათ. ახლა კი როკი თავის საფირმო ნომერს გვიჩვენებს. ცეცხლოვანი წრე. ცეცხლოვანი წრე? მე არ წრე. 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 რა თქმა უნდა, ჩემი საფირმო ნომერი ცეცხლოვანი წრე.
ეს ქაღალდი არ იყო. ანა ბეჭდი ამოცნობელია. გამოვიდა. ვაუ! აკავრება კოსმოსურ ხომალდს გავს. ოი არა. 100%-ით ნატურალური და ეკოლოგიურად სუფთა ნავთობი? ყველას უნდა ვუთხრათ, რომ ეს ყველაფერი სუფთა წყლის ტყუილია. აი, გაგვინ მოსულა. გრაფიტის მოყვარული და მისი მეგობრები. თაგვების მსგავსად გაეხვნენ ხაფანგში საბრალოები. გზიდან გაგვეცალეთ. თქვენ ვერაფერს ხვდებით. ეს რომულოს და რემოს კერძო საკუთრებაა. თქვენ კი აქ ნებართვის გარეშე შემოიჭერით. სწრაფად, გაიქეცით. აქ დარჩენა სახიფათოა. რა მოხდა? ისევ მილი დაზიანდა? შებ, ყველაფერი გაზანზარდა და აფეთქდა. არა. ეს ნავთობსადენი მილის საბოტაჟის მცდელობაა. ქალაქის და მისი მაცხოვრებლების წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაული. ამ მეამბოხეს ატერფულებმა ნავთობსადენი მილი გაანადგურეს, რომელიც ჩვენს ძრავებს კვებავდა. ისინი სასამართლოს უნდა წარმოდგინოთ და სპოქსვილი გადავარჩინოთ. დიახ, ზუსტად. გასამართლეთ. ყოფნა თუ არ ყოფნა? აი რა არის საკითხავი. სპიდი, მონტანა არ გინახავს? ამიტომაც მოვედი. ღმერთო ჩემო, რა საინტერესოა. როკ, მე ვიცოდი, რომ ამ ყველაფრის უკან მონტანა იდგა, მაგრამ აფეთქება? ეს უბედური შემთხვევა იყო. მათი ქმედებები ხიფათის შემცველია. უპირველეს ყოვლისა სპოქსვილი და მისი მაცხოვრებლები უნდა დავიცვათ. მათ აქ თუ მოიყვან გარწმუნებ, რომ მათ სასჯელს შევუმსუბუქებთ. სწორი გადაწყვეტილება მიიღე. სპიდი, მამას დაელაპარაკე? კი, მითხრა რომ დაპატიმრებული ხართ ქალაქის საფრთხეში ჩაგდების გამო. მადლობა რომ ამ საშიში კრიმინალებისა და მათი ლიდერის დაპატიმრებაში დაგვეხმარე. მერი ძალიან კმაყოფილი იქნება. სპიდი, ასე როგორ მოგექეცი? ისე მოიქცა, როგორც ჩემი გუნდის წევრს ეკადრება. ჩემი გუნდის წევრები ჩემი მეგობრები არიან. სხვათა შორის, სპეციალურად მოგათავსეთ ისეთ საკანში, საიდანაც ქალაქი კარგად ჩანს, რათა დაინახოთ, როგორ დაიპყრობენ რომულუ და რემო მას. იქნებ ჩაისკოვზით გვირაბის გათხრათ სადოთ? კინოში ვნახე, ეგრე გაიქცნენ. ციხიდან გაქცევა. ცნობილები გავხდებით. შეიძლება სამწუხარო ცნობილები გავხდეთ. ცნობილები. სამწუხარო ცნობილები. სპიდი, არასდროს მეგონა რომ დანებდებოდი. მაპატი, 2 წუთი მომეცი. ეს ხომ სიმბოლოთა კოდირების ხერხია.
მაგას მორზე სანბანი ჰქვია. გასის ელაპარაკები? არა. მეც დამაპატიმრეს. ახლა რა უნდა გავაკეთოთ? ნუ ღელავთ. ყველაფერი კარგად იქნება. კარგი, იდეალურია. ვუშვებ. თქვენ ეს შეძელით. მაგარია. რა გეგმა გვაქვს, სპიდი? სწრაფად, საბურავებიდან კამერები ამოიღეთ. შებრუნდით თუ შეიძლება. სად წავიდნენ? და ჩვენ? Miufrina! მუხრუჭებს მოუჭირეთ. დარწმუნებული ვიყავი, რომ გადაგვარჩენდი, სპიდი. მაგრამ საჰაერო გასეირნებაზე ვერც კი ვიოცნებებდი. მადლობა. მაგრამ შენზე მაინც გაბრაზებული ვარ. Wow! Ramagaria! არ ვიცი თქვენ გარეშე რა გვეშველებოდა ჩან. წინვალე იდეა იყო. ხოლო ჩემი არ არის ჩემო საყვარელო სპიდი? ბაბუა. მაპატიე რომ ასე გამოვიდა. ბოდიშის მოხდა საჭირო არ არის.
სპიდი, მე და ჩანს შენთვის რაღაცის თქმა გვინდოდა. ძალიან დიდი ხნის წინ. მე ამანათების მიწოდების მეტად სწრაფი გზის პოვნას ვცდილობდი და ჩემს მეგობარ ჩანს მივმართე. მე კი ახალგაზრდა და ძლიერი ველოსიპედი მჭირდებოდა, რათა ჩემი ახალი გამოგონებები გამომეცადა. მაშინ ზუსტად შენნაირი ვიყავი, ჯიუტი და ემოციური. მე და ჩანი უამრავ გიჟურ იდეას და წარმოუდგენელ გამოგონებებს ვამოწმებდით. თითქმის ყველა მათგანი წარუმატებლად დასრულდა. სანამ ერთხელაც მოიცადე, ის ძრავი ბატონმა ჩანმა გამოიგონა? ის იდეალური ჩანდა. მაგრამ მალევე მის მიერ გამოწვეულ პრობლემებს შევეჯახეთ. ერთხელაც მისი სიმძლავრით უკმაყოფილომ მისი მარტო გამოცდა გადავწყვიტე. უგონოთ რამდენიმე საათი გავატარე. სანამ ჩანმა არ მიპოვა. ეს მარტო არ უნდა გამეკეთებინა. ეს ჩემი ბრალია. არა ჩან, ამან შენი ცხოვრება სამუდამოდ შეცვალა. ამიტომაც გიჭირს გადაადგილება. და ეს ჟანგი ძალიან მწუხარ ბაბუა. სპიდი, ჩვენი სატერფულები ჩვენს არსებობას განაპირობებენ. მოძრაობა ჩვენი ცხოვრებაა. თუმცა ახლა ქალაქის ყოველი მაცხოვრებელი ძრავითაა შეპყრობილი. და რადგანაც თვითონ აღარ შემეძლო პოსტალიონის მოვალეობის შესრულება, შემცვლელად ახალგაზრდა და სწრაფი ველოსიპედი ვიპოვე. როკი? ხო, სპიდი, როკი. ის ყოველთვის ძალიან პუნქტუალური იყო. არასდროს ავიწყდებოდა ფინიშის ხაზი. წუხარ, მეც ასეთი უნდა გამხდარიყავი. სპიდი, როკი ჩემპიონი გახდა, მაგრამ საკუთარი თავი დაკარგა. შენ კი ჩემთვის შესანიშნავი მაგალითი ხარ იმისა, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია სიხარულსა და სიყვარულში ცხოვრება. მიყვარხარ ბაბუა. მიუხედავად იმისა, რომ ძრავის ყველა ნახაზი გავანადგურეთ, მაინც ვაგრძელებდი მისი ნაკლოვანების გამოსწორების გზებს. მე ხარია რომ ყველაფერი მოგვარეთ, მაგრამ სპოქსვილი საფრთხეშია. ჩვენ კი ჯერ კიდევ ძებნაში ვართ. წარსულის გასახსენებლად დრო კიდევ გვექნება. მოიცადეთ. ჩან, ეს იმას ნიშნავს, რომ ძრავის გაუმჯობესებული ვერსია გაქვთ? გაუმჯობესებული, მაგრამ დაუსრულებელი. მაგარია. გინდა თქვა, რომ ჩემი გოგონა ისევ დაიკარგა? დიახ. მისი ციხიდან გამოშვება მინდოდა, მაგრამ ამ საშიშმა კრიმინალებმა მე ამბოხე სატერფულებმა გაიტაცეს. ისინი უნდა ვიპოვოთ. ქალაქის სავსეა მოღალატეებით. ყველას პასუხი უნდა ვაგებინოთ. უნდა გავარკვიოთ ეს მილები სად მიდის. და ჩვენი უდანაშაულობა დავამტკიცოთ. რა თქმა უნდა, მონტანა. სილამაზეა. ბატონი ჩანი მართალი იყო. ყველაფერი გადაიღე. პინიონ მტკიცებულება გვჭირდება. სპოქსვილი ზუსტად ნავთობის გამო ინგრევა. როკი ამისთვის პასუხს აგებს.
სიტუაცია გართულდა. თქვენ კი ჩემი ქალიშვილი ჯერ კიდევ არ გიპოვნიათ. არც არის საჭირო ჩემი ძებნა. ხომასია როკ. მონტანა, როგორც იქნა? მამა, ეს ყველაფერი ტყუილია. ტყუილი? რა სისულელეა. ისინი ნავთობს ტყის სიღრმეში მოიპოვებენ. ირგვლივ ყველაფერი კვდება. და ჩვენ ეს ჩემი სუპერკამერით გადავიღეთ. ამ სამეულმა მოაწყო ნავთობს ადენზე აფეთქება. ეს თქვენ ჩაიდინეთ? კარგი რა. ვისი უფრო გჯერათ, კრიმინალების თუ ჩვენი? ჩემს ქალიშვილს კრიმინალს უწოდებ როგორ ბედავ? კამერა არასდროს ტყუის. ხომასია როკ. ბიჭებო, ასე როგორ მოიქეცით? ტაქტიკურ უკან დახევას გთავაზობთ. რას? გავიქცეთ. კარგი, ახლა ჩვენს მომავალზე უნდა დავფიქრდეთ. თანამოქალაქეებო, შეცდომა დავუშვით, მაგრამ წარსულის დავიწყების გარეშე წინ ვერ წავალთ. ნუ ჩქარო, ბროკ. თავიდანვე იცოდი არასამართლიანი შეთანხმების შესახებ. როგორ შეგეძლო? მე? რაც გინდათ ის იფიქრეთ, მაგრამ შეთანხმებას თვითონმა თქვენგანმა ხელი თავისინებით მოაწერა. და ახლა თქვენ ჩვენს წინაშე იურიდიული ვალდებულებები გაქვთ. რაც შეეხება შეთანხმების კანონიერებას, პრობლემა გვაქვს? არ მახსენდება რომ თქვენთვის ჩემი გამოგონების გამოყენების ნებართვა მომეცა, ასე რომ ტექნიკურად მათ ვალდებულებები ჩემს წინაშე აქვთ. კარგი, შეგვიძლია ტექნიკურ დეტალებზე ოფისში ვისაუბროთ. მცირე დეტალები, ფულადი კომპენსაცია. ფული. ვის რა სჭირდება ფული თუ მომწამლავის სმოგით უნდა დავიხრჩოთ? ოფიცერო, თაღლითობა რა სასჯელს ითვალისწინებს? საქალაქო წყალსადენის სისტემის მოსახლეობისთვის საზიანო მიზნებისთვის გამოყენებას არ დაგავიწყდეთ. აგრეთვე ყალბის სარეკლამო პუბლიკაციების გამოქვეყნება და გამოყენება. გარემო ბუნებაც დააბინძურეს. არა, მოითმინით, ნუ ჩქარობთ. დარწმუნებული ვარ, რომ ყველაფრის ცივილიზებული ველოსიპედების მსგავსად მოგვარებას შევძლებთ. დიახ, რბოლის ხალობით. რბოლის? ერთი წრე ქალაქის გარშემო. ვინ მიიღებს რბოლაში მონაწილეობას? გონი გამოვიცნობ შენ? სპოქსვილის მხარეს მე დავიცავ. გამარჯვებული ძრავის გამოყენების უფლებებს მიიღებს. დამარცხებული კი ქალაქიდან განიდევნება. სამუდამოდ. ყველაფერი ან არაფერი. თანახმავარ. ჩან გიმუდარები, ეს ხომ შეუძლებელია. ჩვენი ქალაქის გადარჩენისთვის ყველაფერს გავაკეთებთ. რატომაც არა? თუ ეს სპოქსვილს გადაარჩენს, რბოლის მოწყობის ოფიციალურ ნებართვას გაძლევთ. რბოლა. ნებისმიერ შემთხვევაში დაგამარცხებ. სამუდამოდ საწყალი პოსტალიონი იქნები. გონი, ეს დასასრულია. როკ, 1%-იანი შანსი მაინც არსებობს იმისა, რომ სპიდი დაგამარცხებს? ამას სერიოზულად მეკითხებით? მე როკ ველიქსონი ვარ, ყველა რბოლის გამარჯვებული. სინამდვილეში ჩვენ ბატონი ჩანის გამოვნერვიულობთ. ზედმეტად მარტივად მოიფიქრა ეს ყველაფერი. რა მნიშვნელობა აქვს, რას ამბობს ეს ჩანი? მეტოქე ის კი არა, სპიდია. მე რბოლაში მივიღებ მონაწილეობას, თქვენ კი ყველაფერს გააკეთებთ, რათა ფინიშის ხაზი პირველმა მე გადავკვეთო. ესე იგი, ხაფანგებზე უნდა ვიფიქროთ. ხომ ასეა? სასწორზე ზედმეტად ბევრი რამდევს. დამარცხება გამორიცხულია. მან რა ჯანდაბას აკეთებ? ნეგატიური ენერგია რამეში ხომ უნდა დავხარჯო, რადგანაც ძალაუფლება აღარ გვაქვს. ვიცი, საით შეიძლება მივმართოთ ეს ენერგია. როგორი მოულოდნელი სიურპრიზია. ეს ხომ ბატონი რომულოა. თქვენთვის დავალება მაქვს. საიდუმლო აგენტების მსგავსად იმოქმედებთ. საიდუმლო აგენტები? კარგად ჟღერს. და რა უნდა გავაკეთოთ? ხვალ როკი სპიდის რბოლაში დაუპირისპირდება. თქვენ კი მცირე ავარიას მოაწყობთ. ვგიჟდები ავარიებზე.
ავარია როკის უნდა შეემთხვეს? არა. სპიდის. როცა ნიშანს მოგცემთ, ამ როკის სპიდის მიუგდებთ. როკის სპიდიში უნდა გავუშვათ? როკის უზარმაზარ ბრინჯაოს ქანდაკებას გულისხმობს სულელო. ესე იგი როკის ბრინჯაოდან სულელი უნდა დაეცეს? ჩემი უკანასკნელი გამოგონება. არც დაბინძურება, არც ბენზინი, სუფთა ენერგია, ელექტროძრავი. როგორია? ამიხწერე ძმაო. ისეთივეა როგორც საწოვის, მაგრამ უფრო მაგარია. როგორ მუშაობს? არ მუშაობს. ეს მხოლოდ პროტოტიპია. ხომ გითხარით რომ ჯერ დასრულებული არ არის, მაგრამ თქვენი დახმარებით აუცილებლად ამუშავდება, აუცილებლად. და შენ როკის დაამარცხე? ასეა, როკი აქამდე ყველა რბოლაში იმარჯვებდა. მე კი მხოლოდ მრბოლელის პროტოტიპი ვარ. პროტოტიპული ძრავით. როგორ ხარ სპიდი? მე შესანიშნავად, ძალიან კარგად. მაპატიე და ძრავის საქმე როგორ მიდის? ბატონი ჩანი მალე დაასრულებს. ეცი სპიდი, შენ ყოველთვის მართალი იყავი. მართლა მაგარია საყვარელ ქალაქში ყოველ დღეს ეირნობა. ხო, სპოქსვილი არის ჩემი შინაგანი ჰარმონია. ყველა ჩვენგანი ელოდება შენთან შეხვედრას. ამანათების დარიგებისას მგონია რომ შენ და ქალაქი ერთი მთელი ხართ. ვერ ვიჯერებ რომ ჩემი შესანიშნავი ქალაქი ასეთად იქცა. არ დაუშვებ რომ როკი მან ვინმე სხვამ ის გაანადგუროს. ამ რბოლაში უნდა გავიმარჯვო და მათ დანაშაულებრივ ქმედებებს ბოლო მოუღო. აი ნახავ, ყველაფერი კარგად იქნება. კეთილი იყოს თქვენი მობრძანება 100 წლეულის რბოლაზე. თქვენთან ერთად ჩვენი უსაყვარლესი კომენტატორი პინიონია. ბოლო მოსახვებში დარწმუნდი რომ სპიდი გზის ცენტრში იქნება. ჩვენ მას იქ დაველოდებით. ნუ ღელავთ. ჩემგან ძალიან უკან იქნება. ტვერში გახვეული. გახსოვდეს, შენ და ქალაქი ერთი მთელი ხართ. აჰა, და კიდევ ერთი. წყალს ნებისმიერ ფასად თავი აარიდე. წყალი ძრავის უდიდესი მტერია. აი ისინიც მონაწილეების სტარტის ხაზზე არიან. ხარი დაუჭირეთ ჩვენს პრეტენდენტებს. ოფიცერო, თქვენს სახელზე ძალიან მნიშვნელოვანი ამანათია. სოფლელი. ეს ჩემი თილისმაა წარმატებისთვის. ველოსიპედი ფოსტიდან წინააღმდეგ ველოსიპედისა, რომელიც რეკლამაში გადაიღეს. კარგი ძვირფასო მრბოლელებო. მოემზადეთ. ყურადღება, წინ. წინ! მიდი სპიდი!
მოგშილდა სპიდი. ეს დაგეხმარება. საწყალი გოგონა. სპიდი! 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 ვაუ! ეს ხომ ყველა ვნახეთ. წარმოუდგენლად არასპორტული და ამავდროულად ძალიან ეფექტური ტრიუკი იყო. დამშვიდი სპიდი. გახსოვდეს, შინაგანი ჰარმონია. ფრთხილად! ეს უდაოდ საუკუნის რბოლა! და ახლა ისინი სრულისვლით მიფრინავენ. საჭე საჭის წინ, ბორბალი ბორბალის წინ. როგორც ჩანს, სპიდის ენთუზიაზმი ცოტათი დაიჩუდა. საბურავი აქვს დაზიანებული, მაგრამ მოითმინეთ, მის დასახმარებლად გასის გუნდი მოვიდა. და ის რბოლას აგრძელებს. სხვათა შორის ჩემი მეგობარია. წინ სპიდი! სიმშვიდე. ნიტრო რეჟიმი. გათვლები ვინ გააკეთა? მიპასუხეთ ვინ? სირცხვილია.
დაუჯერებელია. როკი რბოლის დასრულებას ყოველგვარი პიტ-სტოპის გარეშე აპირებს. დაუჯერებელია. გონი უკანასკნელი რბოლა ჯერ არასდროს მომიგია. სიმშვიდე. სპიდის ელექტროძრავა გაუფუჭდა, მაგრამ რბოლას მაინც აგრძელებს. წინ სპიდი! მთელი ძალით მიაწექი. მისი შეჩერება შეუძლებელია. ის ჩემი მეგობარია. წინ სპიდი! დაღლილი ჩან ხარ, სუფთა ჰაერზე გასეირნება ხომ არ გინდა სპიდი? პოსტალიონმა ძალები დაკარგა. შენ და შენი სატერფულები უბრალოდ მეწოდებით. ამიტომაც პოსტა ყოველთვის აგვიანებს. სიმშვიდე, სიმშვიდე, სიმშვიდე. რა? მიდი, დაიქოქე ფოლადის ნაგლეჯო. ახლა გამარჯვებულის ვინაობა სატერფულებზეა დამოკიდებული. მიდი სპიდი, მიდი. სწრაფად, სწრაფად, მიდი, სწრაფად. სწრაფად. და რბოლის გამარჯვებულია? სპიდი! ბრავო სპიდი, ბრავო! არა. ესეც ასე, როკიამი არის და ნომერ პირველი აღარ არის. ჩვენი ახალი ჩემპიონია? სპიდი! ვინ წარმოიდგენდა? ეს უსამართლობა, რამე გააკეთეთ. არა. მე ყოველთვის მახსოვდა ფინიშის ხაზი. მადლობა რჩევისთვის, როკ. სპონსორი დაკარგე. შენს კარიერას ბოლო მოეღება. დაჯობია ქალაქი დატოვო. მაგრამ მე ხომ როკი ვარ, ნომერ პირველი მრბოლელი. სპიდი მაგრამ მხოლოდ ჩემი ძვირფასი გოგონა გადამირჩინა, მან პატიოსნად და სამართლიანად გაიმარჯვა. პატიოსნად? და მისი ძრავი? მის შესახებ არაფერი უთქვამთ. არა. რევანშს ვითხოვ. სამართლიანი წესებით, გემუდარებით. ოფიცერო, დააპატიმრეთ საზოგადოებრივი საკუთრების დაზიანებისა და ბუნების დაბინძურებისთვის. ბრავო, სპიდი! სპოქსვილის ყველა მაცხოვრებლის სახელით ქალაქის გასაღებს გადმოგცემ. მადლობა, ბატონო მერო. შენის დაიფსახურე.
როგორია იყოს Foxville-ში ნომერ პირველი ველოსიპედი? განსხვავებას საერთოდ ვერ გძნობ მონტანა. მართლა? სპიდი. როგორი თავმდაბალი ხარ? შესანიშნავი ხედია, არა როკი? დედიკო Bravo, Speedy! შეხვედრამდე ჩემპიონო! გამარჯობა, სპიდი. ჰეი, დემ, გონი გავიზარდეთ. რა მოხდა? ანაზღაურების გარეშე